ზურაბ სახელაშვილი, პროფესიით გეოლოგი, მოყვარული მოგზაური, ეკიპაჟ ამირანის წევრი და კაცხის ექსპედიციის უხუცესი მონაწილე. მასთან ერთი უბრალო საუბარი სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად გადაიღო ჩვენმა ოპერატორმა ალექსანდრე გრიგორიანმა. ეხლა რა დაიბარეთ სახში, რომ მოდიოდით აქეთკენ? ისე ვიგენი რომ ეხლაც გამოვიბარე. არ მინდოდა დედაჩემი ამეღებებინა, წნევიანი ხალია მოხდს ქალიდან, რომ მეთქვა ახლა, კიდე მცაში მიდივარ და სადაც მიდივარ, ასე ცოტა იყო გადაერევოდა. არაფერი არ დავიბარე, ესე იმათ იციან რომ შაბათ-კვირას მიდივარ ილდოზაში, ნაკვეთში და მეთქი ალბათ იფიქრებენ რომ იქ დარჩა და ასე წამოვედი. ახლა კი რო არ განავშიდამდე ხალხს უდემოდი, გაიგებდნენ ახლა ტატაზე რა მიმესგან, მაგრამ მაინც ჩობდა. ესე იგი ამდენი წელია მაინც იპარები? მაინც ვიპარები. და ცოლშვილი აქ არ მყავს, მათ არ იციან და ფერისად, მაგრამ დედაჩემი მაინც შემეცოდა. ეხლა თქვენ ამ გამოპარვას რა შეადარებდით? შედარების ოსტატიაო? კამპენის მოპარვა. ბავშვი კამპენის მოიპარა, ისე მოიპარე ახლა ეს დრო. ინტერ არ გადარებული დრო, აი ეს დიდებული სიტუაცია, ეს კოლექტივი, ეს რაღაც სასაულია რა. მე ისე მოხფილი ვარ მე რო არ შეიძლება. რომ მეთქვა დედაჩემში გადაერევა. მithova შვილო, რაღაც დრო შემეებია. საოცრად გადაცილებული კაცი იპარება სახლიდან. დედას ეპარება კიდე. ჯახლა, კი დედაჩემი შეჩეულია სხვადასხვა. მამაჩემი ცხონებული პირიქით, სუმნამ სადაც გიზდადიო, მაგრამ აი ცხეიცი. ახლა ასაგი რომ ერთხელ მამაჩემს კითხეს, კი მაგრამ ორივე შვილს რო უშვებ ამ სურვაში, რო დაგიღუყო ას ფიქრო. ხოდა მამაჩემი ისე კარგად პასუხა. რომელი არ გაუშვებო. დადგა კაცხის სვეტზე ასვლისათვის მზადების დრო. ქონდა იმედი, რომ კლდე აყვანილი ვითარცა სვეტი მიიღებდა სტუმრებს და მისცემდა მათ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას. კლდეზე პირველი გავა კაცხის სვეტის მრავალგზის სტუმარი, ადგილობრივი მკვიდრი ვაჟა მოდებაძე, რომელიც დიდი ხანია მთასრულობას გამოეთხოვა. ალბათ აღსანიშნავია კაცხის ექსპედიციიდან დაბრუნებული სვეტზე პირველ ამსროლ ალეშა ჯაფარიძის განწყობა. იგი თავის დას ალექსანდრას წერდა. კაცხის სვეტზე ასვლა დიდებულად ჩავატარეთ. დიდებული პატივი გვცეს კაცხელებმა. მთელ იმერეთში სალაპარაკოდაა ჩვენი ასვლა კაცხის სვეტზე. არავის ეგონა და არავის ეჯერა თუ შევძლებდით ასვლას. მთელ სოფელს 2 დღის განმავლობაში ჩვენი ცქერის მეტი არაფერი უკეთებია და როგორც იქნა, ერთხელ ეღირსდნენ ალპინისტები ტაშსა და ოვაციას. უშველებელი გრიალი შეიქნა, როცა პირველად ფეხი შევდგი სვეტის თავზე. ერთი სიტყვით ძალიან კარგი იყო. პადრი მოდებაძე ბიძის დაზღვევაზე გადის. მეკლდურის თითოეულ მოძრაობას მთელი ბანაკი გარემდული ადევნებდა თვალყურს. შინაგანი ემოციები უნებლიეთ მჟღავდებოდა. ვაჟა მოდებაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა ახალგაზრდობა და დაძაბული წუთების შემდეგ კლდის წვერიდან თოკი გადმოუშვა. ავიდა!